პროტესტის 77-ე დღე აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხალხის სიმრავლის გამო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გარკვეული ტერიტორია დაიკავეს და მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან მისვლას აპირებენ. თბილისის მოლთან შეკრება სოციალურ ქსელში დაანონსდა, სადაც გაჟღერდა, რომ პროტესტის ნიშნად გზა რამდენიმე საათით უნდა გადაკეტილიყო. ამას მალევე მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება. აღმაშენებლის ხეივანზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალა. ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების. შალვა სუმბაძე მუშაობს ადგილზე და პირდაპირ ეთერში ახლა სწორედ ჩემი კოლეგა განაგრძობს საუბარს. შალვა, რა ვითარებაა ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე? ამ წუთებში საპოლიციო ძალები ცდილობენ, რომ შექმნან ეგრეთ წოდებული კორიდორი იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უსაფრთხოდ შეძლონ. ისინი ამ წუთებში თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებიან დასავლეთის მიმართულებით, სადაც ავტობანის დახმარებით შემოტრიალდებიან, ასე ვთქვათ, და უკვე წამოვლენ ქალაქის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობა გაგრძელდება საქალაქო სასამართლოსკენ. ეს არის ერთ-ერთი ვერსია ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ ორგანიზატორებისგან მოვისმინეთ. შესაძლოა, რომ ეს გეგმები ეტაპობრივად შეიცვალოს, ვინაიდან როგორც იცით, ზოგადად ამ აქციებს ახასიათებს ის, რომ წინ სწრებად აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები არ ამბობენ იმას, რა მიმართულებით წავა საპროტესტო აქცია. პოლიცია, ასე ვთქვათ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, მათ შორის საპოლიციო ძალებს, საპოლიციო აქციის მონაწილეებს იმისკენ, რომ მხოლოდ ორი ზოლი დაიკავონ 4-ზოლიანი მოძრაობის და მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან, მიეცეთ თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა. იქამდე ვიდრე თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გადმოინაცვლებდნენ პოლიტიკოსები და აქციის სხვა მონაწილეები, შედგა მათსა და პოლიციას შორის კომუნიკაცია და ერთგვარი სიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები არ დაიკავებენ გზის მთლიან სავალ ნაწილს და მისცემენ ავტომობილებსაც გადაადგილების შესაძლებლობას. სწორედ ამ დათქმის მიხედვით ახლა უკვე აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ გადმოვიდნენ დასავლეთის, ასე ვთქვათ, მიმართულებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და გადაადგილდნენ სასამართლოს მხარეს. კანონის შესაბამისად ცვლილობის უფლება გვაქვს. ხალხის რაოდენობა ჩვენ გადაგიდეთ, მაგრამ ქალაქის მიმართულებით ორი ნაწილი, სავალი ნაწილის, ესე იგი ორი ზოლი უნდა იყოს. ხალხის რაოდენობა ვალდებული იქნება. მოვიჩვენოთ ხალხის რაოდენობა. გითხარით, რომ არ შევაწყობთ ქალაქის მიმართულებით და გითხეს, რომ აქო დაგეხმარებითო და იქითო მე ნახოთ რომ რაღაცა ზოლები დატოვეთ თავისუფალიო და ეგ დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული შეთანხმება, როგორც ახლა ჩემს ზურგს უკან ხედავ, როგორც ჩანს, არ მიდის ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით, რომელიც შეთანხმებული იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, ასევე აქციის ორგანიზატორებთან. აქციის მონაწილეები ცდილობენ უკვე მთლიანად გადაკეტონ მაგისტრალი და შეაჩერეს, ასე ვთქვათ, მსვლელობა და გეგმას აღარ მიყვებიან. ამ წუთებში მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ცდილობს პოლიცია, რომ სავალი ნაწილი გაათავისუფლოს და ის კორიდორი კვლავად შექმნილია, აქციის მონაწილეები არიან შეჩერებულები და არ აგრძელებენ მოძრაობას. ჩვენც ბუნებრივია რჩებით ადგილზე და მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით. მადლობა შალვა, შალვა სუმბაძე იყო.